ვაჟებს შაველაზე და არა ყაზბეგზე ამჯერად მადლობა ღმერთს უფრო დიდ მწერალთან გადავინაცვლეთ. ყაზბეგსაც არაფერს ვერ ჩით, მაგრამ ვაჟა მაინც ალბათ უფრო დიდია. მინდოდა ერთადერთი რაღაცის თქმა დღეს უსმინდა ვიდეოს თეატრის და კინოს უნივერსიტეტის, რომელსაც თეატრალურს ვეძახით ყველანი, ერთ-ერთი ლექტორი, რომელმაც ხელი მოაწერა ეთიკის კომისიის წევრად მყოფმა ხელი მოაწერა სტუდენტების გარიცხვის დადგენილებას და მე აქ რაღაცა უკბილოდ გვეღადავება, რომ თურმე არ აპირებდა გარიცხვას, იგი ზუსტად იცოდა, რომ ხო, ეს დაახლოებით როგორ რაღაცა ეცი თოფი მოგიშვირე და ახლა просто შეგაშინე კი არ ვაპირები შეს მოკლას კაცო, მაგრამ თოფი მოგიშვირე, დაახლოებით ეგეთი რაღაცა თქვა, ძალიან კაი საქციელი აყოჩა, ბრავო, მაგარია. მან თქვა ერთი ძალიან შესანიშნავი ჩემთვის წყალებში რამ, რომ სტუდენტები მართულები არიან, რომ მათ ვიღაცა მართავს. ნახეთ რა საინტერესო ფენომენია ზოგადად ეს. ესე იგი მართულობა პრობლემა ხდება, პრობლემატიზდება სამეცნიერო ენაზე რო ვთქვათ, პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც ვერ მართავ შენ თვითონ. როდესაც შენ არ გიჯერებენ, შენი აზრები არ მოსწონთ, შენი ქმედებები არ მოსწონთ, გამხელენ იმაში, რასაც სამხელი ხარ და კიდე უარესებში, რაზეც კიდე გინდობენ ადამიანები, მაგრამ მოკლედ პრობლემად იქცევი მაშინ, როდესაც ვერ გმართავენ თვითონ. თავიანთი მართულობა, ის რომ თქვათ ერთი კაცის ფინანსური ინტერესებს გადაგვაყოლეს მთელი ქვეყანა, შეგწირეს, ეგ არ არის პრობლემა. ის რომ რომელი კულტურის მინისტრი როდის დაგიქნევს თითს და როდის რაღაცა უღირსობას გაკადრებინებს და გაგაკეთებინებს და შენ ამაზე დათანხმდები, როცა სხვას გააგდებენ თეატრიდან დაუმსახურებლად და შენ წყნარად მიხვალ და იქ მუშაობას იწყებ, ეგ არ არის პრობლემა. შენ არ გმართავს არა. მაგრამ შენ ვაიდა იმ თავხედმა სტუდენტმა გაგიბედა რაღაცა. სტუდენტი არის მართული. ძდილობიანი ადამიანი ვარ მე, ასე რომ არ გყოცნით. დღეს თმა შევიჭერი და ძალიან ლამაზად მაქვს, მაგრამ არ განახებთ, იმიტომ რომ ამის დრო არ არის. ამ დროს ლამაზად შეჭრილით მები და ვაიმე ძაღლს გელს გავს ეს ძაღლი. მეთქობა გამოექცა ვიღაცას სახლით. ხო და მოვდივარ დღეს ქუჩაში და ხედავ გოგოს ვაკვირდები ჩემკენ მომავალს და რაღაცნაირი და უცებ ესეთი აზრი მიჩნდება, რომ ღმერთო როგორი ქართული სახე აქვს. ის და უეჭველი ქართველი იქნება, ასეთი ფიქრი მაწუხებს და უცებ ხვდები, რომ კი, სავარაუდოდ, იმიტომ რომ თბილისში ვარ საბურთალოზე და დიდი შანსია, რომ ქართველი იყოს. ამას წინათ 300 ნომერ ავტობუსში კიდე ავედი, აი იმაში პეკინზე რომ მიდის და დგას ვიღაცა კაცი, ესეთი დაბალი, ცოტა ასაკში, ალბათ 60 გადაცილებული, შავი გრძელი, ფუმფულა ქურთუკით თუ რაღაც პალტოთი და რაღაცა პატარა ჩანთუშკები რო არის, ჩანთა, ესეთი მოსაკიდებელი ხელით ვერ აღწერ რა მიჭირს. აი ჩრდილო კავკასიელ და რუსეთში განავალ კრიმინალებს რო უჭირავთ ხოლმე, რა თქვია მაგასაც სახელი, რომელსაც არა პოლიტკორექტულობის გამო ვერ ვიტყვი ახლა სლენგზე, დასეძახდნენ ადრე. ხო და ეგეთ ჩანთა უჭირავს და 1-2 ცალი შავთლიანი ბეჭედი უკეთია და რაღაცნაირად სუფთად გაპარსულია, რაღაცნაირია და ფიქრობ ხა ეს კაცი გეია თუ კრიმინალური ავტორიტეტი და მე ხმა მოიღო და მივხვდი რომ მეგრელია. რაც სულ არ გამორიცხავს არც პირველს და არც მეორეს. მოკლედ საინტერესო დაკვირვებები იყოთ. ხო და ეხლა ამასთან რა შვაშია და ძალიან აქტუალური გახდა თეატრის შესახებ კანონში ცვლილებები. და მეც მკითხეს აზრი როგორც თეატრის დიდ მოღვაწეს, რას ფიქრობ ამ კანონზე და არის თუ არა ეს კანონის უბრალოდ ეს ცვლილებები, ცალკე კანონი არ არის ცვლილებებია თეატრის შესახებ კანონში, არის თუ არა განპირობებული იმით, რომ ვინმეს ადარდებს ქართული ოცნების მთავრობაში, ვინმეს ადარდებს თეატრის განვითარების ბედი და სურს ეს პრობლემების აღმოფხრა, რომლის წინაშეც ქართული თეატრი დგას. შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცის თქმა მინდოდა ეხლა, მაგრამ ბავშვებმა ჩამიარეს და გადავიფიქრე. კი, მეტი არაუდგად გვერდები.
გადარდებთ. მოკლედ, ძალიან მოკლედ რო ვთქვა, რაშია საქმე. ორი ამბავია რა მთავარი მან. ერთი ის, რომ დირექტორი გახდება ერთპიროვნული მმართველი თეატრების სახელმწიფო, ანუ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული და მუნიციპალიტეტების ან მერიების მიერ დაფინანსებული თეატრების დირექტორის დანიშვნას შეძლებს პირდაპირ მერი ან კულტურის მინისტრი. ვითომ კიდე რაღაცა თავის მოსატყუებელი მექანიზმებიც არის, რომ ვითომ აი საბჭო შეუძლია სამხატვრო საბჭოს თეატრიდან წარადგინოს ეს, მაგრამ ნუ რა აზრი აქვს, როცა მერს ან კულტურის მინისტრს შეუძლიათ პირადად უშუალოდ თავის ერთი კაცის გადაწყვეტილებით არ მიიღონ ეს კანდიდატურა და დასვანის ვინც უნდათ. რა შემსახურება ეს ცვლილება იმას, რომ თუ ადრე წულუკიანის დროს მოჩვენებითად მაინც ვწკავებდით, რომ ხალხო ეს ადამიანი არ არის გამოცდილი ამ სფეროში, არ არის ისეთი საკმარისად კარგი რეჟისორი ან რა ვიცი მსახიობი, ისეთი ავტორიტეტით, რომელსაც მივანდობდით ამა თუ იმ თეატრის მართვას, ამ წკავების საშუალებასაც მოსპობენ, რომ პირდაპირ შეძლებენ და დანიშნონ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ნებისმიერი გამოცდილებით ან გამოუცდელობით. არაფერი ამაში გასაკვირი არ არის, აი კინოცენტრსაც გაუკეთეს, კინოცენტრში დასვეს ვიღაც ხალხი, რომელიც ძალიან კარგად ერკვეოდა კინოში, რო გეკითხავთ ჭალებში რასაკვირველია. ზუსტად იმავეს აპირებენ თეატრში. ესე იგი რა ხდება, იცით, თეატრულუკიანმა ხო თავისი თვითონ წმენდები ჩაატარა და ხო თავისი ხალხი, თავისი მისი და ქართული ოცნებისადმი ლოიალური ხალხი დანიშნა მაქსიმალურად ყველგან, სადაც კი ხელი და ფეხი მიუწვდებოდა ყველა თეატრში, მაგრამ ეს მაინც როგორც ჩანს არ აღმოჩნდა საკმარისი, იმიტომ რომ შეხედეთ არათუ ბრძოლის ველზე, წინა ხაზზე დემონსტრაციების, არამედ რა ვიცი, გურიაში სტიკი და იმერეთში სტიქიასთან საბრძოლველადაც კი თეატრის ხალხი არის წინა ხაზზე. ხო, მოკლედ არ აღმოჩნდა ეს ამბავი საკმარისი, არ აღმოჩნდა ეს წმენდები საკმარისი და ეხლა უნდათ რომ ბარემ ბოლომდე ჩააჭირონ და მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც გილდიამ ჩვენმა შემოქმედებითმა პროფკავშირებმა მიაქციეს ამას ყურადღება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ყველა თანამშრომელს თეატრისას უფორმდება მოკლევადიანი ხელშეკრულებები, ანუ რამდენსაც განსაზღვრავს, რამდენიცაც საჭიროდ ჩათვლის თვითონ თეატრის დირექტორი და ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც ურჩია, რომელიც ზედმეტს ლაპარაკობს და ზედმეტს უფლებას აძლევს თავს ჭალებში, გასაკვირველია, ძალიან იოლად მოხსნიან სამსახურიდან და გააგდებენ რა. ამ უბედურ ქვეყანაში ის პატარა საწყალი ხელფასიც კი, რომელიც მსახიობს აქვს, მაგალითად მსახიობს, ისიც არ ექნება. რა ვიცი, არ არის ნელი წარმოსადგენი, რას ნიშნავს ეს, ხო? ის რაღაცა სტაბილური 500 თუ 1000 ლარი, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ეგეს რომ მოგესპობა იმის გამო, რომ რაღაცა ზედმეტს ითქ. მოკლედ გრძელდება ჩვეულებრივ ის რიტორიკა, რომ სახელმწიფო ფული არის ქართული ოცნების ფული, თითქოს და არავინ არ ვაქცევთ ყურადღებას, არავინ არ ამბობს იმას, რომ ქართული ოცნების ფული ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის ფული, არამედ არის ჩვენი ფული, ჩემი და თქვენი ფული. ჩვენი გადასახადებიდან შემდგარი შეკრებილი თანხა, რომლითაც ფინანსდება ქვეყანაში კულტურა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ხო? მოკლედ, რა ვიცი, წავედი ისევ სახეებზე დაკვირვება ჯობია. ცოტა პიანინოზე დაკვრა და ცოტა რაღაც გადადებული საქმეების მიხედვა და დამთავრება. არავის არ გვაქვს. ვირუსებია გავრცელებული და საშიშია.